მოგესალმებით მეგობრებო, მოგიკითხავთ თითოეულ თქვენგანს დიდი სიყვარულით, როგორ ხართ? მადლობა იმისთვის, რომ ხართ ჩემთან. მადლობა თითოეულ თქვენგანს უკავშირისთვის. მადლობა ჩემს გამომწერებს და ერთგულ მაყურებლებს. მე მინდა შემოგთავაზოთ მაისის თვის ტენდენციებზე გაშლა, როგორი იქნება ჩვენთვის მაისის თვე. მაშასე ნახოთ ახლანდელი ენერგიები, ეხლა რა ენერგიებში ხართ და მე გავაკეთოთ სამ სფეროზე, როგორც ვაკეთებთ ხოლმე, კარიერა, ფინანსები და ურთიერთობები. მაშასე ნახოთ ახლა რა ენერგიებში ვიმყოფებით. მე გეტყვით, რომ ეს გახლავთ საჯარო გაშლა, კიდევ ერთხელ შეგახსენებთ და შეიძლება სამივე სფერო არ რეზონირდეს, მაგრამ თქვენსას აიღებთ აი ამ გაშლიდან. ვფიქრობ, ინფორმატიული იქნება პირად გაშლაზე კი შეგიძლიათ მითითებულ ნომერზე, WhatsApp-ზე მომწეროთ. მაშასე, რა ენერგიებში ხართ ახლა? რა იქნება მნიშვნელოვანი მაისის თვეში? მნიშვნელოვანი ნახოთ კარიერა. მომავალი თვის, ანუ მაისის თვის კარიერა. ნახოთ ფინანსური ეგრეგორი როგორ იქნება და რა დონეზე გვექნება ფინანსები, ნახოთ. აი ურთიერთობა კი ნახოთ. მანარადი. ნახოთ ურთიერთობა მაისის თვეში როგორი იქნება. თქვენი თუ საჭირო იქნება შემდეგ დავამატოთ და რჩევას ამოვიღებ ულამაზესი სუფის ტაროთი. რჩევა თქვენთვის მეგობრებო, მაისისთვის. ჩასაფიქრებელი არაფერი გვაქვს, მოდუნდით, განეწყეთ გაშლისთვის და ვნახოთ. რა ენერგიებში ხართ ახლა თქვენ? შეიძლება ცოტა კონფლიქტური სიტუაცია გქონდათ მეგობრებო და ეს შეიძლება ეხებოდა, ან ცოტა აფორიაქებული იყავით, შეიძლება სიტყვერი დაპირისპირება გქონდათ ადამიანთან, რომელმაც თავის დროზე არ გადაგიხადა თვალი, ან ვერ აიღეთ სამსახურში თავის დროზე ის თანხა, რაც თქვენ გეკუთვნოდათ და ეს შეიძლება ხელფასზე ხებოდეს. ან ბიზნესი თუ გაქვთ პატარა, შეიძლება აი იმის გამო, რომ მეორე მხარე, ან მომხმარებელი, ან პარტნიორი, ბიზნეს პარტნიორი არაკეთილსინდისიერად მოგექცათ და კონფლიქტური სიტუაცია წარმოიშვა, თქვენ ახლა ხართ იმ სიტუაციაში, როდესაც გამოხვედით აი ამ თუ ბიზნესი გქონდათ, თქვენ გადაწყვიტეთ, რომ გამოხვიდეთ აი ამ საერთო ბიზნესიდან და ცალკე განაგრძოთ გზა, ოღონდ თქვენს გამოცდილებაზე დაყრდნობით, აცნობიერებთ ძალიან ბევრ რამეს, აანალიზებთ, თითქოს ახლა გინდათ, რომ იყოთ მარტო და მხოლოდ თქვენს განვითარებაზე იფიქროთ, როგორ დაგეგმოთ შემდეგი თვის, როგორ დაგეგმოთ და წარმართოთ შემდეგ თვეს თქვენი საქმიანობა, თუ ეს საქმიანობას ეხება და სწორედ ახლა ხართ აი იმ თვით ჩაღრმავების და გაანალიზების პროცესში.
თუ ეს პარტნიორულ ურთიერთობას ეხებოდა ცოტა კონფლიქტური სიტუაცია, სწორედ აქაც შეიძლება თქვენ განმარტოვდით მისგან, რადგან ვერ იღებდით აი იმ ურთიერთობიდან იმას, რაც თქვენ უკვე ჩადეთ, შეიძლება ეს სითბო იყო, რაიმე რესურსი, ანუ იმდენივეს ვერ იღებდით, რასაც გასცემდით და შეიძლება ახლა გადაწყვეტეთ, რომ ცოტა ხანი განმარტოვდეთ, დაფიქრდეთ და შემდეგ მიიღოთ გადაწყვეტილება. კაცრავად ზარი იყო. მნიშვნელოვანი იქნება ის, რომ მართვის სადავეები აიღოთ, მეგობრებო, აი მნიშვნელოვანი რა იქნება. აი ამ კრიზისიდან რომ გამოხვიდეთ, აქ მნიშვნელოვანი არის ის, მეგობრებო, რომ თქვენს თავზე აიღოთ პასუხისმგებლობა. თქვენ თვითონ წარმართოთ, თქვენი ბიზნესი იქნება, კარიერა იქნება, ანუ სადავეები უნდა აიღოთ ხელში. შეიძლება ყავდეთ გუნდი, მაგრამ აქ მაინც გირჩევთ, რომ ლიდერული თვისებები გამოამჟღავნოთ და აქ მე ვხედავ, რომ შეიძლება გვერდით დაგიდგეთ თქვენზე მაღლა მდგომი ადამიანი, უფროსი ან მამაკაცი, რომელიც საკმაოდ კარგ თანამდებობაზეა და ძალიან დიდი გამოცდილება აქვს, შეიძლება აქ დახმარება გაგიწიოთ ამ ადამიანმა, მაგრამ აქ მაინც თქვენ მიიღებთ ერთპიროვნულ რჩევას მიიღებთ, გზაზე დაგაყენებთ ეს ადამიანი, მაგრამ აქ მაინც ერთპიროვნულად თქვენს თავზე იქნებით დამოკიდებული და აუცილებლად თქვენ ერთპიროვნულად განაგრძობთ თქვენი ცხოვრების მართვას. მხოლოდ აი ამ შემთხვევაში გამოხვალთ აი ამ კრიზისული სიტუაციიდან, თუ თქვენს საქმეს თქვენ თვითონ მოკიდებთ ხელს. მოდი ვნახოთ, რადგან საქმეზე წამოვიდა საუბარი, მოდი ვნახოთ კარიერაში რა გელით. აი აქაც იგივე, მეგობრებო, აუცილებლად აქ თუ თქვენ უფროსი ყავთ, ის შეამჩნევს თქვენს უსაზღვრო შესაძლებლობებს და აუცილებლად მოგეცემათ საშუალება, რომ წარმოაჩინოთ თქვენი თავი, ყველას დაანახოთ რა შეგიძლიათ. თქვენ აქ იმოქმედებთ საკუთარი სურვილისამებრ და მიიღებთ იმ რეზულტატს, რაც გსურთ რომ მიიღოთ. აქ ნამდვილად გეხმარებათ ვინმე მამაკაცი და კიდევ ერთხელ დადასტურდა. შეიძლება ეს ოჯახის წევრიც გახლდეთ და ოჯახის წევრი გეხმარებოდეთ. ნახოთ კარიერაში რა გელით. ხო, ეს კარიერა ვნახეთ ფინანსებში რა გველის. მეგობრებო, ერთგვარად აქ მოგიწევთ არჩევანის გაკეთება, რომ თქვენ მიიღოთ ფინანსური ეგრეგორიდან კარგი შემოსავალი. აქ მოგიწევთ გარკვეულწილად დაიცვათ თქვენი შემოსავალი. დაიცვათ ადამიანებისგან, თუნდაც გაასხესხებთ აი ამ თვეში, მომავალ თვეს ფულს. აუცილებელია დაიცვათ თქვენი ფინანსები და გაანაწილოთ სწორად. მე აქ დავამატებ, რას ეხება აი ეს არჩევანი, რა უნდა აირჩიოთ, რა გზა უნდა აირჩიოთ, რომ მიიღოთ ფინანსები რეალურად. რას ეხება ეს არჩევანი? მეგობრებო, თუ თქვენ ფინანსებს ელოდებით ორი გზიდან, ფინანსების შემოვა ელით ნამდვილად ორი გზიდან, დაფიქრდით და დამიწერეთ კომენტარებში. აუცილებლად შემოვა ფინანსები, შეიძლება ეს იყოს ოჯახური ბიზნესი, რომელიცაც ფიქრობთ, რომ გამოვა, არ გამოვა, გავაკეთო, არ გავაკეთო. აუცილებლად გამოვა, თუ თქვენ გადაწყვეტავთ, რომ რაღაც საოჯახო ბიზნესი
წამოიწყოთ, თქვენ ეს ნამდვილად გამოგივათ, თქვენ მიიღებთ ძალიან დიდ სიუხვეს, აი აქედან უბრალოდ ცოტა ხანს დაგჭირდებათ რაღაც ჩადოთ, რაღაც პატარა ჩადოთ, მაგრამ გარკვეული ლოდინის შემდეგ თქვენ აუცილებლად მიიღებთ აქ რეზულტატს. ფინანსური თემა როგორი იქნება მაისის თვეში? საკმაოდ წარმატებული მეგობრებო, შეიძლება ზოგიერთ თქვენგანს ბინის შეძენაც კი გსურდეთ, ან შეიძლება ზოგიერთ თქვენგანს შვილისთვის სურდეს რაღაც საჩუქრის გაკეთება და თქვენ აი ამას ნამდვილად მოახერხებთ. ზოგიერთ თქვენგანს შეიძლება ბინის რემონტი გაქვთ გადაწყვეტილი და გეტყვით, რომ ნამდვილად შეიძლება მაისის თვეში ვერ მოხდეს შეძენა, ან აი ეს რემონტი, ან ეს დიდი შენაძენი, მაგრამ თქვენ საფუძველს ჩაუყრით სწორედ მაისის თვეში, რომ შეისრულოთ აი ეს თქვენი ნანატრის სურვილი. ნახოთ რა გველოდება. რა გველოდება ურთიერთობაში. მეგობრებო, ურთიერთობაში თუ თქვენ არ გაკმაყოფილებთ აი ეს სიტუაცია, სადაც თქვენ ხართ. ეხლა ორ ვარიანტს გაგიჟღერებთ მე აქ, რადგან ბევრი ენერგიები ტრიალებს, ყველაფერს გეტყვით. თუ თქვენ სადაც ხართ, აი ეს სიტუაცია აღარ განიჭებთ სიხარულს, აღარ მოაქვს თქვენთვის ბედნიერება, აღარ გაქვთ ის აღმაფრენა, აღარ გაქვთ აი ეს სურვილები, აუცილებლად და რაღაცა ჩაქრა თითქოს თქვენს ურთიერთობაში და რაღაცა კრიზისული სიტუაცია, ადრე თუ თქვენ აი თქვენი მამაკაც თქვენ ებღაუჭებოდით, ახლა თქვენ მოგინდებათ გაიქცეთ აი ამ სიტუაციიდან და ახალი გზა, ახალი შესაძლებლობები მონახოთ. თქვენ ახლა ხართ საკმაოდ დიდ პოტენციალზე გსურთ, რეალურად სიყვარული გსურთ, მაგრამ ასეთი აღარ. აი ეს ერთი ვარიანტი. მეორე ვარიანტი არის ის, რომ თქვენ გაქვთ ძალიან დიდი ხიბლი, ძალიან დიდი მომხიბვლელობა, გსურთ ახლა წარმოაჩინოთ თქვენი სექსუალურობა, თქვენი სილამაზე და გსურთ ახალი სიყვარულისკენ გაიკულიოთ გზა. დავამატებ მეგობრებო, ურთიერთობაში რა გელით მაისის თვეში? მეგობრებო, თქვენ აქ სურთ ისეთი ურთიერთობა მაისში, მაისის თვეზე ვსაუბრობთ, ხო, მომავალ თვეს, სადაც იქნებით აღიარებული სათანადოდ აი მამაკაცისგან, რომელიც ახლა თითქოს იმდენ ყურადღებას აღარ გითმობთ და გადართულია თავის საქმეებზე. ერთგვარად თითქოს გსურთ ინიციატივა აიღოთ. ურთიერთობაში მყოფ ადამიანებისთვის ვაჟღერებ აი ამ პასუხს ტაროსგან. ვინც ხართ ახლა ურთიერთობაში, თქვენ აიღებთ მაისის თვეში რაღაცნაირად გამოიწვევთ თქვენს პარტნიორს, რომ მიიპყროთ მისი ყურადღება, დაიმსახუროთ მისი ყურადღება და გსურთ მიიღოთ სიყვარულიც, საჩუქრებიც, განებივრებაც პარტნიორისგან. გსურთ, რომ ეს ადამიანი მხოლოდ თავის სამსახურზე აღარ იყოს ორიენტირებული. ერთგვარად თითქოს მოსთხოვთ არჩევანი გააკეთოს სამსახურს და თქვენს შორის. რა იქნება საბოლოოდ ურთიერთობაში მაისის თვეში? შეიძლება ზოგიერთ თქვენგანს ახალი თაყვანის, თქვენ მოგინდებათ სიტუაციის შეცვლა მეგობრებო რა, როგორც აი პირველი არკანი მეუბნება, აი ეხა ბოლო არკანმაც სწორედ დამიდასტურა. თქვენ მოგინდებათ ახალი ურთიერთობა, მაგრამ ეს იქნება ფლირტის დონეზე, მაისში იქნება მხოლოდ ფლირტის დონეზე. აი მოგინდებათ სიტუაცია შეცვალოთ, სიახლე გსურთ მეგობრებო, სიახლე გსურთ და აი თითქოს ჯერ გსურთ, რომ ჯერ დატკბეთ სიმარტოვით, აი რაღაც გსურთ თქვენ თავთან მარტო დარჩენა, თქვენი თავის განებივრება და პატარ-პატარა ფლირტი, ანუ დიდი გასერიოზული ურთიერთობა თითქოს უკვე აღარც გსურთ. თუ თქვენია მეგობრებო, მე ველი თქვენს კომენტარებს და რჩევა მეგობრებო თქვენთვის, ზოგადი რჩევა.
რჩევა არის მეგობრებო ის, რომ აი ახლა თუ ხართ მოწყენილი და ვერ ამჩნევთ სამყაროსგან შანსებს, თქვენ გჭირდებათ ცოტა მოდუნდეთ, დაისვენოთ, თქვენ თავში ძალები მოიკრიბოთ, გაკეთოთ მედიტაციები, დაფიქრდეთ და თქვენ მოგეცემათ საშუალება, რომ მაისის თვეში იყოთ თვითკმარი, გქონდეთ ოჯახშიც ძალიან დალაგებული სიტუაცია, ოჯახურ გარემოში იგრძნოთ თავი ბედნიერად და ასევე აი ამ ყველაფერმა მოგიტანოთ ფინანსური, როგორც კი თქვენ დამშვიდდებით, ფინანსური წარმატებაც არ დააყოვნებს, უბრალოდ რჩევა არის სამყაროსგან მოცემული შანსები დაინახოთ, დააფასოთ და მადლიერი იყოთ. მე კი მადლიერი ვარ თქვენი და გემშვიდობებით მომავალ გაშლამდე.